მალე 400 დღე გავა მას შემდეგ რაც ქართველი ხალხი ვიმეორებ ქართველი ხალხი უწყვეტა და აქუჩაში 400 სრული დღეს ისტორიული ამბავი არნახული მეთქი ასე ვიტყვი ამასობაში ბანდა ხელისუფლება ქართული ოცნება რეალურად კი რუსული ოცნება არათუ უკან არიხევს არამედ უარეს და უარეს ჩადის ამ მოქალაქეების წინააღმდეგ უარეს და უარეს ჩადის დღე არ გავა მათი სრულიად არა სახელმწიფოებრივი ანტისახელმწიფოებრივი არაერთი განცხადების გარეშე დღე არ გაილევა ისე კვირა არ გავა კატასტროფული გადაწყვეტილება რომ არ მიიღონ თვე არ გავა რეპრესიები ამ ინდივიდების წინააღმდეგ რეპრესიები რომ არ მიუმატონ დაიჭირეთ ის ბრძანებს ხოლმე ივანიშვილი აბასთუმნიდან შეზღუდედეს იმეორებს ხოლმე კობახიძე და პაპუაშვილიზე დაამატებს ამ ანტიდასწავლურ და ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს ხებზე აღარ შევჩერდებით თქვენის ნებართვით ოღონდ ამ რეპრესიებს რომლებსაც არ ხორციელებს რუსული ოცნება საზოგადოება არც უშინდება და ყოველ შემდეგ ჯერზე როცა მაგალითად კრძალავენ პროტესტს ერთი ინდივიდი და ინდივიდთა ერთობა საზოგადოება ეს გუშინდელი აქციიდან კადრია მოქალაქეები პოულობენ ასე უნდა თქვა გამოსავალს პროტესტსაც აგრძელებენ და აგძლიერებენ კიდეც და შეგნებულადაც კი მიდიან ჯარიმებზეც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს გასაკვირი არ არის და საპატიმროშიც კი არც ესაა გასაკვირი სწორედ ესაა ნერვებს რომ უშლის დიდად რომ უშლის ნერვებს უშუალოდ ივანიშვილს ცხადია ქართულ ოცნებას მაგრამ უშუალოდ იმ ივანიშვილსაც არაჩვეულებრივი ფოტო გვაქვს ხელოვნური ინტელექტის მიერ მომზადებული რომელიც სანქციებს ევროკავშირიდან სანქციებს შეერთებული შტატებიდან დამატებით და ასე შემდეგ ბრიტანეთიდან სანქციებს ელის ივანიშვილი და დიახ ჩვენ მართლა არ ვიცით როდის რომელ საათზე იძინებს ეს ოლიგარქი კაცი გასაკვირველია მაგრამ იმას კი ხვდებით რომ როცა აქციები იწყება ანუ ყოველ დღე ასე საღამოს 8 საათზე 9 საათზე მაქსიმუმ ივანიშვილი მოკალათდება ხოლმე უზარმაზარი ეკრანი ექნება ცხადია სახლში აბასთუმანსა თუ ჭორვილაში ანუ ტელევიზორს მისჩერებია ზერა გაშტერებულია და ვერ მალავს აღშფოთებას კიდევ გამოვიდნენ კიდევ აპროტესტებენ საკუთარი ესეთი კილო კავსაც გაურებს ხოლმე ამ ფიქსა თუ სიტყვაში უთუოდ წამოსწდება ხოლმე და ალბათ იმასაც ამატებს რომ ამ პროტესტს როგორვე მაინც უნდა გაუმკლავდეს კობახიძეს მეტ სიმკაცრეს თხოვს პაპუაშვილს სხვა ეგრეთ წოდებულ კანონებს შესაბამისად ავალებს საკუთარ პაჟებს ახალი რეპრესიების შემოღებას და ყოველ ჯერზე სწორედ თავად ეხეთქება მეთქი ასე გიტყვი ასე ვიტყვი ქვას ეხეთქება მოვიდა სეტყვა ივანიშვილი და დახვდა ქვა ანუ კლდე ხედავს რომ არ და ვერ ჩერდება მოქალაქე და არც გაჩერდება და ეს მოქალაქე ინდივიდი ვერ გაჩერდება ქართველი ხალხი უკან დახევას არაპირებს მიზიდა ივანიშვილი ამას ალბათ მაინც ხედავს რასაკვირველია ამ პირობებში იქნება და ჯობდეს დათმობა გარკვეულ საკითხებში მაინც ეს ფიქრი მას თავშიც კი არ მოსლია და არც ამის მთქმელი შერჩენია არაფორმალ მმართველს გასაკვირველია რომელიც ასეთი არ დამთმობი იმიტომაც არის რომ მას 3 წიგნს აკითხულს 70 წლის განმავლობაში დათმობა დამარცხება ღონია და კიდევ იმიტომ რომ ნაჩალნიკებს მოსკოვიდან ვერ უბედავს ვერაფერს ნეშაგუნაზად ბრძანება იმპერიის დედაქალაქიდან გასაკვირველია მკაცრია და ისიც ზუსტად ისე ვერაფერს ეუბნება ფსბ-ს კურატორებს როგორც კობახიძე მისი პაჟი ვერ ეუბნება უშუალოდ მას მაგრამ აქ თავარი ისიცაა რომ როგორც გითხარით თავადაც სისუსტედ მიიჩნევს უკან დახევას აგრეთვე იმიტომ რომ მისი წარმოდგენით მას მართლა ებრძვის სამყარო მას ასე გონია რომ ყველა ებრძვის კობახიძის გარდა ცხადია რომელსაც მისთვის ფულის ანუ სამყაროს ფულის ბოდიში და ახევას წადია ჩემია ეს ფული მე ვიშრომე და ვიშოვე როგორ იშრობა და იშოვა ამაზე სხვა დროს და კოლექტიურ დასავლეთს უნდა რომ გავახატაკოს ასეთია ფიქრი თუ ასე ფიქრობს
ივანიშვილი და იმას კი აღარ ეძიება და ვერც ჩაეზიება სამწიგნსაკითხული რომ საფუძველი მისი სანქცირებისა მისივე ქმედებებია გამარჯობა გვიან გესალმებით. მე ვარ ირაკლი ტაბრიაშვილი, ეს არის კონტექსტში ჩემი საავტორო გადაცემა, რომლის შესავალი ნაწილით შედარებით, ედიტორიალი შედარებით მოკლე იქნება და ის გაგრძელდება ერთი ფიქრობ ძალიან საინტერესო ვიდეო რგოლით. ბიზინა რუსმა საზოგადოება აქამდე ვერ გატეხა და ვერც მომავალში მოუხერხებს რამეს მიუხედავად იმისა, რომ ცდილობები რასაკვირველია უხვად ექნება, რას არ მოიფიქრებს და მოაფიქრებინებენ, რას არ გააკეთებს და გააკეთებინებენ, როგორ არ შემოგვიტევს ლოკალურ გამარჯვებებსაც მიაღწევს, მაგრამ ამბავის ისაა, რომ მოქალაქე არ ეპუება საქართველოს გრუზიად გარდაქმნას და მოქალაქეს კი ძალიან უჭირს, იქ გუდავს ეს სისტემა, მაგრამ ბოლომდე ალბათ მაინც ვერ მოგუდავს ბიზინა რუსიც კი და თუ ვერ მოგუდავს შესაბამისად სულ მოკლე კაცის ანუ ბიზინას რიო დე ჟანეიროში, აშხაბადში, მოსკოვსა თუ სხვაგან წასვლის დრო მოახლოვდება. რა უნდა ვქნათ იმისათვის რომ გამარჯვება დადგეს უთუოდ ძიმე ზამთარს ხომ დიდი გაზაფხული უნდა მოხდეს, უნდა ვივარგოთ ნაღდად იმისათვის რომ ეს ყველაფერი ნაღდად ანუ ჩვენი გამარჯვება ნაღდად შედგეს, ნაღდად მოხდეს და გარდაულად მოხდება კიდეც. რიო ნუგზარე თუ არ ვწდები და შესაძლოა ვწდები, მაგრამ ნუგზარე გემლიზეც ღერის გონი ამას და ამატებს რიო დე ჟანეირო. დიახ, სწორედ რიო დე ჟანეიროში მისი შესაძლოა რომ ბიზინა ივანიშვილის ცხადია და არა ნუგზარე გემლიზისა შესაძლოა წასვლა ვახსენე, ახლა წასვლა მაშინ როცა გასაქცევზე აფიქრდება, ანუ იმ სივრცეზე სადაც უნდა გაიქცეს და განერიდოს, წავიდეს. ოღონდ ჯერ თუ გულახდილები ვიქნებით, საამისო მას არაფერი სჭირს, ის საკმაოდ მყარად გრძნობს თავს. ამდენად გასაქცევი არაფერი აქვს მოცემულ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში მათ შორის არც მოსკოვში, სადაც უკვე გადაბარგებულან მისი მსგავსები, ორი ადამიანი მინიმუმ გამახსენდა ეს ჩემგან ხელმარცხნივ აქეთ არის ასადი და ჩემგან ხელმარჯვნივ 2014 წელს გაქცეული იანუკოვიჩი. ასადი და იანუკოვიჩი აგრეთვე მოსკოვში თუ აშხაბადში წავა, თუ მოსკოვში წავა საბოლოო ჯამში არ ვიცით, მოკლედ რიო და მოსკოვი საკმაოდ რეალურია, აშხაბადში ალბათ მაინც არა, საკმაოდ რეალურია სწორედ რიო და მოსკოვი, მაშინ როცა საამისო დრო დაუდგება ივანიშვილ ოლიგარქს, როგორც ამათ დაუდგა, თუმცა უნდა კი ბიზინა ივანიშვილს ბრაზილია უნდა თუ არა რიო დე ჟანეირო, ეს არ ვიცით. და მეორე, მიიღებენ კი მას მოსკოვში წითელ მოედანზე, ეს კარგი კითხვებია, რადგან უნდა გვესმოდეს რომ თუ ბიზინა გასაქცევი დრო დაუდგება, ვითარება შეიქმნება, ის შეიძლება არც მიიღონ რუსეთის დედაქალაქში, რადგან გამოდის რომ მან საუკეთესოდ ვერ შეასრულა დავალებები იმპერიის დედაქალაქიდან და თქვა ღიად მოცემულ ეტაპზეც კი ის საუკეთესოდ, კარგად უნდა ავხსნათ, საუკეთესოდ 100%-ით ვერ ასრულებს იმ დავალებებს, რომლებიც მან კარგა ხნის წინ მიიღო და მაგალითად ასეთ დავალება 2025 წლის ბოლოსთვის საქართველოს უკვე უნდა ყოფილიყო ნეიტრალური ქვეყანა მოსკოვის წარმოდგენით და არ არის. მაგალითად საქართველოში დაკანონებული უნდა ყოფილიყო რუსეთის სამხედრო ბაზები ან ანტიტერორისტული ცენტრები და არ არის დაკანონებული. შესაბამისად ბიზინა და პუტინი, მაგრამ მანამდე საინტერესო ფოტო ჰქონდა, პროსტულად ესეთი წარწერა, შესაბამისად ივანიშვილი ბოლომდე ვერ უსრულებს პუტინს დავალებებს. მაგალითად საქართველოს უნდა ჰქონოდა მოხდილი ბოდიში აფხაზებისა და ოსებისათვის და კიდევ რუსებისათვის, რასაკვირველია ივანიშვილს პუტინისათვის და დამატებით მინიმუმ ცეცხლის განუახლებლობის დეკლარაციაზე უნდა ჰქონოდა მოწერილი ხელი, მაგრამ მავრ ივანიშვილს ეს ყველაფერი ჯერ არ შეუსრულებია. ივანიშვილი მოსკოვის ყველა დავალებას კარგად ვერ ასრულებს, ეს წარწერა გვაქვს. და ბუნებრივია, რომ მოსკოვის გულის წყრომას იწვევს ეს. მან უნდა მოასწროს მანამდე
ვიდრე ის მოსკოვს მობეზრდება, ანუ ყველა დავალება, ან მეტნაკლებად ყველა დავალება უნდა შეუსრულოს, მეთქი ამას ვამბობ და ეს ვერსია, რომ აი კრემლი თუ პუტინი მას შემცვლელს უმზადებს, ალბათ მაინც არ არის სწორი. ივანიშვილზე მყარი, ივანიშვილზე ძლიერი, ივანიშვილზე სანდო პარტნიორი მას მოსკოვს სასაკვირველი არ აყავს. დიახ, უთუოა რომ მაგალითად კობახიძესაც დამოუკიდებლად ესაუბრება მოსკოვი, მაგრამ ირაკლის, ანუ კობახიძეს ბიზინას, ანუ ივანიშვილის გარეშე, ივანიშვილს კი არა, კობახიძეს უყვარდა ხოლმე და აღარ უყვარს რატომღაც აღარ წარმოუდგამს ეს სიტყვები. ირაკლი კობახიძეს ბიზი და ივანიშვილის გარეშე ჩალის ფასი აქვს. ამ ხრივ ივანიშვილი მშვიდად უნდა იყოს, ვერ ეყოლება მას ალტერნატივა მოსკოვისათვის, თუმცა გაგრძელდება კი ეს სამარადისოდ, გაგრძელდება კი ეს ვეჩნა, ანუ სამარადისოდ, ხო? სამარადისოდ გაგრძელდება თუ არა ეს? უთუოა, ასე ფიქრობს ოლიგარქი, რომელსაც აქვს ეჭვი, რომ დიდი ბიზიები ტრამპი და პუტინი, გამოჩნდება თუ არ შეიძლება თუ არ შესაძლოა არც, რამ კომპრომისულ ვარიანტზე მოილაპარაკებენ და მასაც მოიცილებენ, ანუ მისთვისაც მოიცლის ტრამპი. ამ შემთხვევაში მას მოსკოვისაკენ გზა მართლა გაეხსნება მეორე მხრივ და ახალ სახლებსაც აშენებს აკი, ამიტომაც აშენებს თუ იჩენებს იქ, ქონება უკვე გადააქვს, მაგრამ ასე რომ არ მოხდეს სხვაგანად რომ წარიმართოს პროცესები, ეს ფიქრიც უთუოდ ექნება ივანიშვილს და ამიტომაც უშლის მას ნერვებს მოქალაქე დამატებით. მოქალაქე, რომელიც მას ღენია და ყოველდღიურ რეჟიმში ეწინააღმდეგება და ეწინააღმდეგება ცხადია მოსკოვს და პარიზს, სადაც უპრობლემოდ იცხოვრებდა მას ჭორვილა, აი სადაც შობილა გაზრდილა და ის არის არ ვიცი რამდენად ვისწროლია, მაგრამ მაინც ჭორვილა ურჩევნია მას აბას თუმანი, რას საკვირველია პარიზსა და მოსკოვს მართლა ურჩევნია. აბას თუმანი და ჭორვილა ურჩევნია მეთქი, აკი გითხარით. ცრიან ბალახზე ფეხი შველას სიარულს ალბათ გადაჩვეულია ბიზი და ივანიშვილი, მაგრამ მაინც კარგი. ერთიც თქვათ, შესაძლოა გამორიცხული სულაც არ არის, რომ შესაძლოა მოსკოვსაც ევსება მოთმინების ფიალა მასთან იმართებაში, თუმცა მასზე უკეთესი ჯერჯერობით შერჩეული არ ახავს. დიახ, ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა რუსეთისათვის. საქართველო უკვე გარდაქმნა გრუზიად, ეს ფაქტია. შავხრელად, რომელიც რუსეთს ეხმარება სანქციების პირობებში, მათ შორის ისეთი ტვირთის შეტანაში, რომელიც რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რუსი ფსბ-შნიკების ოაზისიც როვა არის ეს ქვეყანა, ეს ადრე თუ გვიან დადასტურდება, ანუ როცა ობიექტური გამოძიებების ჩატარდება იმასთან დაკავშირებით რა ჩაიდინა ივანიშვილმა, დესაქართლოიზაცია დაწყებული როა, ეს ფაქტია, რეპრესიები რომ გააჩაღა ივანიშვილმა და საქართველოს ერთგვარად ჩეჩნეთს და ამსგავსა ეს ვიცით, ბელარუსზე უარესია მოცემულ ეტაპზე, პოლიტიკა რომ მოკლა და პოლიტიკური პარტიების აკრძალვასაც რომ აფინებს ვიცით და პოლიტიკოსები გამომწყდეული ხავს, მე მივესალმები ზურა ჯაფარიძეს, რომელიც გამოვიდა, ეგრა მაგის პასუხია საპატიმროდან და მართლა მეორე თუ მეხუთე მხრივ რაღა უნდა ქნას თითქოს, მაგრამ საქმეც ისაა, რომ რეალურად მუცელ, ესეთი სიტყვა მოვიგონოთ, ხო, მუცელ ამოუყორავი რუსეთი მუცელ ამოუყორავი ქვეყანა, ანუ გაუმაძღარი, ანუ მეტი და მეტი უნდა და პრაგმატულად კი არ აფასებს რუსეთი უყურებს, არამედ სრულ ბოდიში და სრულ გადანადგურებას ითხოვს ჩვენი ქვეყნისა, ანუ სრულ დესაქართლოიზაციას მოდიში ატო მომიხადე სიმართლე გიხათ არ ვიცი, საქართველოს ის ქვეყანა, რომელიც მას რუსეთს საქართველოს ქვეყანა, რომელმაც მას რუსეთს ძალიან ბევრი გაუბედა წლების განმავლობაში. ამდენად მოსკოვის აზრით ის სამაგალითოდ, ანუ ჩვენ სამაგალითოდ უნდა დავისაჯოთ და ისაჯოს საქართველოს და წვალობს ივანიშვილი, რასაკვირველია, მაგრამ ებრძვის მოქალაქეს, ებრძვის პოლიტიკურ პარტიებს, ებრძვის პოლიტიკურ პროცესს, ებრძვის საქართველოს, მაგრამ მეორე მხრივ მოსკოვს შეიძლება ჩათვალონ, რომ ყველაფერს არ აკეთებს და მართლაც თავს ზემოთ ძალაც არაა ივანიშვილისთვის. მართლა დახვრეტას ხომ არ შემოიღებს ახლა? არა, დახვრეტა გაუქმებული რომ არ იყოს, ვინც ის და ამ უმაღლეს სასჯელს მიუსჯიდა კიდეც ინდივიდებს, მაგრამ გაუქმებულია. ყველაფერი თუ არა, ბევრი სხვა უკვე სადა ივანიშვილმა და ეს ჯიუტი ქართველი ხალხი კი ვერა და ვერ გატეხა, ვერა და ვერ გააჩერა. კიდევ ერთხელ მოსკოვზე თუ უკრაინასთან მიმართებაში იმპერია ამბობს, რომ ერთი ხალხი ორი ტერიტორიაო,
ზელენსკის უკრაინასთან ამ გმინიკაცის უკრაინასთან მიმართებაში და ერთ ტერიტორიად უნდა იქცესო საქართველოსთან მიმართებაში რუსეთი ამას ასე ვერ იტყვის, იმიტომ რომ არა ვართ ერთი ხალხი. თუმცა რუსეთში სხვა რამ აქვთ მოფიქრებული, მოსკოვი ამბობს, რომ საქართველოს მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მან გადაარჩინა და რომ არა რუსეთი საქართველოს გაქრებოდა. და ამას გარკვეული ქართველები უწყობენ კიდეც ხელს და ერთობა ამ თვალსაზრისით არის აუცილებელი. რუსეთთან ერთობა. და აუცილებელია რუსეთთან ერთობა ისტორიული მოცემულობაცაა და აუცილებლობაც. პრავოსლავიე ერთ-ერთი არგუმენტია გამოჩნდება აქ მათი ბანდიტი პატრიარქის ფოტო თუ არ ჩნდება აქ გამოჩნდა კიდეც კირილ გუნძიაევისა. მოკლედ ერთ-ერთი არგუმენტია ეს მათი და იყენებს კიდეც აქ უკვე ილუსტრირებულ ქართველებს იმისთვის რომ დაამტკიცოს ერთ-ერთმა ცნობილმა პირმა რაღაცა არ გაჩვენებთ ცხადია გამოვაქვეყნა რუსები როგორ ღრეობენ აქ და ამას როგორ ესალმება თვითონ და ჩვენს წყალებში და გვტენის უკაცრავად და გვტენის იმას რომ ჩვენს უნდა მივესალმოთ იმას რომ რუსებისთვის ფეხსალაგი ვართ და ასევე რუსები ამბობენ რომ რუსებს ქართველები უყვართ ოღონდ ვითომ უყვართ რაც საკვირველია მეოთხეც და სხვა პრაგმატული გათვლებიც აქვს მესამე მეოთხე პრაგმატული გათვლებიც აქვს რუსეთს მოსკოვს არ ეთმობა კავკასიის რეგიონი მოვაცილოთ ეს ბანდიტი კაცი თუ არ შეწუხდებით სადაც ორი ქვეყანა სომხეთი და აზერბაიჯანი მისგან თავდაღწევის გზაზე არიან ვიცით ჩვენ და რუსეთს უნდა რომ რევანში აიღოს კავკასიის რეგიონზე მთლიანად მათ შორის საქართველოსზეც სომხეთზეც და საქართველოს პლაცდარმი უნდა იყოს კავკასიაში მყარად და მის დასაბრუნებლად და როცა უკრაინის კონფლიქტი მოთავდება ამ რევანშისთვის რუსეთი დასაკვირველია მოემზადება და ამ რევანშის განხორციელებას რუსეთი ნამდვილად ეცდება ხო როცა უკრაინა მოთავდება ოღონდ მოთავდება თუ არა უკრაინა ეს არ ვიცით იმიტომ რომ ომი ხედავთ თქვენ რომ გრძელდება რუსეთია წინააღმდეგი კონფლიქტის დასრულებისა. უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლისთვისაც სჭირდება რეალურად მოსკოვს სწორედ საქართველოს ბიზნეს საქართველოს ასე ვიტყვი თავისუფლების მცველებმა ქართველებმა უნდა გაილაშქრონ თავისუფლების მცველი უკრაინელების წინააღმდეგ ქუფარაშვილის, მამულაშვილის, ხოფერიას, ქურასბედიანის, გამსახურდიას და კიდე 3000-მდე მეომარი ყავს იქ და სხვათა ქვეყანა კი არ უნდა იყოს საქართველოს. ასევე ჩვენი გმირებისა რომლებიც აქ ვართ ამ ქვეყანაში აქ არიან ამ ქვეყანაში არამედ სწორედაც მათი ვინც მოსკოვის მხარეს იბრძვის ანუ იდენტობა უნდა წაგვართვან რუსეთს ეს უნდა ყველაფერი რაც კეთდება საქართველოში ბიზნეს ხელით ყველაფერს ვერ ახერხებს მაგრამ რასაც ცდილობს სწორედ იდენტობის მოსპობისთვისაცაა გაკეთებული თუ მოსპობისთვისაც კეთდება. რა შუაშია განათლების რეფორმა ახლა ხო? ასე მაგალითად, მაგრამ ესეც გაგიკვირდებათ და არ გაგიკვირდებათ იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ჩეჩნეთად მეორედ ვახსენებ. კავკასიის ქედ გადმოღმა ჩეჩნეთად უნდა იქცეს წესრიგია იქ. რანა არა. რუსული წესრიგია. სამსახურშია ჩეჩნეთი ოდესღაც დუდაევის ჩეჩნეთი ასე გეტყვით რუსეთისა. ამოძირკвулია დუდაევისმი და თავისუფლების წყურვილი. იჩქერის შექმნის სურვილი ამოძირკвулია და აკაც უნდა ამოიძირკოს. რადაც არ უნდა დაუჯდეს რუსეთს ეს ყველაფერი. და ვინც წავა ამ ქვეყნიდან წავლენ განა არა ახალგაზრდები და არა მხოლოდ ახალგაზრდები, ხო უნდა წავიდნენ როგორც ცალკეული ჩეჩენი ლიდერები წავიდნენ და ცხოვრობენ უცხოეთში, ოღონდ პრაქტიკულად ვერაფერს ახდებიან. აქვე გეტყვით. მაგრამ ვინც დარჩება, ვისაც დარჩენა მოუნდება, ის უნდა განადგურდეს, როგორც განადგურდნენ უშუალოდ ჩეჩნეთში. ამას ითხოვს, ამას თხოვს მოსკოვი ბიზნეს და მე ვერ გეტყვით, რომ ბიზნესა ამას ბოლომდე წარმატებით ასრულებს, მერქი უჭირს რასაკვირველია და უჭირს მოცემულობებზე თუ ბოლომდე სიმართლეს ვიტყვით ის ჯერჯერობით თლად წარმატებული არ არის. და ბოლოს ვიდრე ინტერვიუმდე ერთისა რუსები უფრო დიდი მსოფლიო დაპირისპირებისთვისაც ემზადებიან ეს არის ერთი ვერსია გუშინაც ვისაუბრე ამაზე და სამხრეთის კარიბჭესთან მათ მუდმივი და ურყევი პროტესტს რომ ვერ გამოთქვამს ისეთი პარტნიორი სჭირდებათ ვერ გახდება რუსეთის პარტნიორი საქართველოს მერქი ამას ამაღლა ამბობ ჰიბრიდული ომის სხვა ელემენტებიც რომ გამოიყენოს რომს გააძლიეროს რუსეთმა ჩვენ წინააღმდეგ მაინც ვერ გახდება იმიტომ რომ ინდივიდი ყოველდღიურად რუსთაველზეა და მეც ვიქნები დღეს საღამოს 7:08-ზე და ბიზნეს სრულად ვერ დაიბონებს ამ ქვეყანას სასაკვირველია თუმცა სრულად ხო დამონებული მას
ყავს ნაწილი საზოგადოებისა სამწუხაროდ და ვაგლახ გიორგი შაიშვილა